ფრანგი გოგონა სასამართლოშია იმის გამო, რომ თავისი გამაუპატიურებლის რასა დაასახელა. დიახ, ნორმალურ სამყაროში დამნაშავე იქნებოდა ის, ვინც ციხეში წავიდოდა ან პრობლემებში გაეხვეოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა ის ახალგაზრდა გოგოა, რომელსაც დაესხნენ თავს, რადგან გაბედა და მსოფლიოს უთხრა, რომ ეს თავდამსხმელი სინამდვილეში ფრანგი არ იყო. ის უფრო ისლამისტი იყო. ფრანგი ქალი, რომელსაც ტუნისელი მიგრანტი დაესხა თავს, ახლა ციხეში მოხვედრას ემუქრება მხოლოდ იმის გამო, რომ თქვა, საფრანგეთში უმეტესობა მოძალადეებისა ჩრდილოაფრიკელები და შავკანიანები არიან. ეს სიგიჟეა. თუმცა შეიძლება მიუსაჯონ უპირობო პატიმრობა იმის გამო, რომ ფრანგულ ტელევიზიაში გაუბედე და ვთქვი, საფრანგეთში ქალებისთვის მთავარი საფრთხე შავკანიანი, აფრიკელი და არაბი მიგრანტი მამაკაცებისგან მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცავდი. ქალი, რომელიც თავად გააუპატიურა ცენტრალური აფრიკელი მამაკაცმა, რომელსაც ჰქონდა OQTF ბრძანება პარიზის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. რადგან თავად გადარჩი ტუნისელი მიგრანტის მხრიდან გააუპატიურების მცდელობას 4 წლის წინ, ვერ შეძლელი დუმილი, მაგრამ იმის გამო, რომ ეს სიტყვები ტელევიზიაში ვთქვი, პროკურორმა ჩემ წინააღმდეგ სასჯელ აღსრულების მოთხოვნა წარადგინა. ეს სიგიჟეა. ეს ფაქტებია. ეს არის ფაქტი იმისა, რაც ხდება. შეხედეთ სტატისტიკას. თუმცა ისინი ეხო ცდილობენ სტატისტიკასაც შეეხონ და მოძალადეების შესახებ მონაცემები აღარ შეაგროვონ, რადგან ეს შეიძლება ისე გამოიყურებოდეს, თითქოს მიგრანტები არიან პრობლემა. მაგრამ სიურპრიზი, მიგრანტები არიან პრობლემა, მეგობრებო. რატო ვცდილობთ დავაპატიმროთ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ სიმართლეს გვეუბნებიან? რატომ ვცდილობთ ტუნისელი მიგრანტის დაცვას ახალგაზრდა ფრანგი ქალის ნაცვლად, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა? რა ლოგიკა აქვს? მოусმინე, ეს სტატისტიკა მან არ გამოიგონა. მან ეს რეალობა საკუთარ თავზე გამოცადა. ფრანგი ქალების დაცვისა და ამ დანაშაულების ჩამდენი იმპორტირებული მტაცებლების დაჭერის ნაცვლად, ფრანგი ხელისუფლება ებრძვის იმ ქალს, რომელიც გაბედავს და აშკარა სიმართლეს ამბობს. ეს მასობრივი მიგრაციისა და სიტყვის შეზღუდვის ავტორიტარული კანონების საბოლოო შედეგია. სახელმწიფო ურჩევნია დააპატიმროს ადგილობრივი მოქალაქეები იმის გამო, რომ ისინი ამჩნევენ ამ კანონზომიერებას, ვიდრე რეალურად მოაგვაროს პრობლემა. ევროპა ხდება ადგილი, სადაც დანაშაულსა და დემოგრაფიაზე სიმართლის თქმა შეიძლება ციხეში არ მოჩნდეს, მაშინ როცა დანაშაულის ჩამდენები პოლიტკორექტულობით არიან დაცულნი. ეს სიგიჟეა და მე ამას არ შევეგუები. თუ გაინტერესებთ, რატო არის გაერთიანებული სამეფო სავსე და დაღმალობის გზაზე, სწორედ ასეთი ამბების გამოა. მარტივი და ნათელია. ფრანგი ქალი, რომელიც ტუნისელმა სექსუალურად შეავიწროვა, ეხლა ციხეში შეიძლება აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ქალებს ემიგრაციის რისკებზე გააფრთხილა. სიგიჟეა. მსხვერპლებს ჯიან იმის გამო, რომ ხმამაღლა საუბრობენ, მაშინ როცა რეალურ საფრთხეს ყურადღებას არ აქცევენ. ასე რომ ეს არის თაი. მოდით ნახოთ რა მოხდა. არა, ბოდიში მთელი ეს დრო კეთილი ვიყავი შენთან, ყველაფერი გავაკეთე რაც გინდოდა, ეხლა გთხოვ, მინდა რომ წახვიდე. პოლიცია არ გამომიძახებია, როგორც ვთხოვე. პოლიცია არ გამომიძახებია, როგორც ვთხოვე, უბრალოდ მინდა რომ ეხლა წახვიდე. და სინამდვილეში მან მაჯაში ჩამჭიდა ხელი და ცდილობდა ძალით ეკოცნა ჩემთვის. მტირი ვეუბნები, გაჩერდი, გეყოფა, წადი, ხო მითხარი რომ მიდიოდი. და ამ დროს სინამდვილეში ჩემს უკან უფი იდგა. ეს არის ძალიან ემოციური ჩვენება იმის შესახებ, რაც მას ამ ტუნისელ მამაკაცთან გადახდა, სადაც ის ეუბნება, ნახე, გევედრები, პოლიციას არ დაურეკავ, უბრალოდ გაჩერდი, ნუ ცდილობ მაკოცო, უკან დაიხიე. და როცა ამას უყურებ, ხედავ რომ ტირის. აშკარაა რომ ეს ძალიან ემოციურია. იმაზე ფიქრი რომ ამის გამო შეიძლება ციხეში მოხვდეს, ჩემთვის წარმოუდგენელია. ორივე მაჯაზე მიჭირა ხელი, პუპსე დამსვა. მითხრა, დამშვიდი, შეწყვიტა ტირილი. მითხრა, მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ, მერე წავალ, გეფიცები, წავალ მერე, მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ. და აი ასე, აბსოლუტურად შეშინებული ვიყავი. აი ბოდიში, მამა და დედა, ვინც იმ დროს ტელევიზორში მიყურებდით, რადგან არ ვიცი არაფერი. იმ დროს კი, მაგრამ მაინც ვუყურებ და შეშინებული ვარ. და იქ ის მეუბნება, სანამ წავალ, უბრალოდ. ის ზის იქ და ის ეუბნება. მე მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ და მერე დაგტოვებ. და ის ამბობს, მართლა არ მინდა. ის ამბობს, უბრალოდ მინდა რომ მომწოვო. ესაა. მერე მშვიდად დაგტოვებ. ეხლა ეს გოგო, მათთვის ვინც ფრანგულად არ იცის და ვერ წაიკითხა, ამბობს. დედა და მამა, თუ ამას უყურებთ, ბოდიშს გიხდით. ეს ისეთი საშინელი ინფორმაციაა. ის აშკარად ტირის, ემოციურია. ის თავიდან ყვება ამ ამბავს.
ის ისეთი პატარა და ეს კაცი სთხოვს მას, უბრალოდ ეუბნება, უბრალოდ მომწოვე და მერე შემიძლია წავიდე. მაშინ მე ბოლოს მაშინ უფრო ძლიერად ავტირდი, მართლა ძალიან შემეშინდა. და ამიტომ მე მივედი და უთხარი არა წადი. მაშინ ტირილი დავიწყე, ყველაფერი გავაკეთე რაც თხოვე, ეხლა გთხოვ წადი. და არ ვიცი, მან ასე თუ ისე გამიშვა. შემეძლო წამომდგარიყავი. ბოდიში თავი დავიხსენი, კარი გავაღენ. ის განკალებს. პირდაპირ შეგიძლია უყურო ამ გოგოს და მიხვდებდა, რომ ეს მოხდა, რომ ეს ნამდვილი ამბავია. ის წავიდა. არ ვიცი, როგორ შეძლო წასვლა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ არ წავიდოდა. მართლა ერთი შანსი იყო, რომ წასულიყო. ნაპატიეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა გულწრფელი გოგო, რომელსაც რეალობასთან შეხება აქვს და დღეს ამ გადაცემას უყურებს, ძალიან კარგად იცნობს იმ ტიპის მამაკაცების პროფილს, რომელთაც ქუჩაში ეშინიათ. და ეს ყველაფერი. ის ამბობს, მოდი უბრალოდ გულწრფელები ვიყოთ. ყველა გოგო, ვინც ამას უყურებს, ზუსტად იცის, რომელი ტიპის ბიჭების ეშინია. ყველა გოგო მიცის. შეგვიძლია შევწყვიტოთ თავის მოტყუება. დავიღალე ამაზე საუბრისგან თავის შეკავებით. რეალობა ისაა, რომ ქუჩაში თავდასხმებისა და შევიწროების უმეტესობა ძირითადად იმიგრანტი წარმოშობის ადამიანების მიერ ხდება. კარგი, აი ამას ამბობს ის. მე უბრალოდ გითარგმნეთ. არაფერი, ბოდიში. და მე ამას ვერ შევცვლი, ბოდიში. იცი რომ ამის თქმისთვის ვწულხვარ. ჩემი ინსტაგრამის ანგარიში მასობრივად დაარეპორტეს ის. ჩემი ინსტაგრამი მასობრივად დაარეპორტეს. ის დაბლოკეს, რადგან თქვი ის, რაც ყველამ ვიცით სიმართლეა, რომ ეს არის პრობლემა. მართალია, სწორად ამბობთ, რომ როცა გარკვეულ ფაქტებს ვამბობთ, ფემინისტური ასოციაციები დუმან. ეს სიმართლეა. სრულიად არავი გამოუთქვამს ხარდაჭერა, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩემს პოლიტიკურ მხარეს ეკუთვნიან, ეს უნდა ითქვას. ის აქ ამბობს, რომ ამ თემაზე სიჩუმეა. ფემინისტური ორგანიზაციები დუმენ, ერთადერთი ვინც მართლა დამეხმარა, არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს პოლიტიკურ მხარეს ეკუთვნიან. მოდი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს. ფრანგი ვეგეტარიანელი აქტივისტი თაი, გვარს ვერ ვკითხულობ, ასაჩივრებს 6 თვიან პირობით სასჯელს და 3000 ევროიან ჯარიმას იმ კომენტარების გამო, რომლებშიც იმიგრაციასა და ქალების უსაფრთხოებას აკავშირებდა. პროკურორის არგუმენტით აღნიშნული კომენტარები სიძულვილის გაღვივებას წარმოადგენდა. ამ საქმეზე განაჩენს 18 ივნისს ელოდებიან. მართლა წარმოუდგენელია, რომ ამ გოგოს ასეთი რამ გადახდა. მოდით მოვისმინოთ მისი საბოლოო განცხადება. გამარჯობა ძვირფასო ევროპელო და ამერიკელო პატრიოტებო. ჯირდება თქვენი დახმარება. ხვალ შეიძლება გამასამართლო უნდა მიუსაჯონ უპირობო პატიმრობა. იმისთვის რომ ფრანგულ ტელევიზიაში გავუბედე და ვთქვი რომ საფრანგეთში ქალებისთვის მთავარი საფრთხე მოდის შავკანიანი, აფრიკელი და არაბი იმიგრანტი მამაკაცებისგან. მიუხედავად იმისა რომ მე ვიცავდი. ქალი რომელიც თავად გააუპატიურა ცენტრალური აფრიკელი მამაკაცმა, რომელსაც ჰქონდა OQTF ბრძანება, მისი პარიზული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. რადგან თავად გადავრჩი ტუნისელი მიგრანტის მხრიდან გაუპატიურების მცდელობას 4 წლის წინ, ვერ შევძელი დუმილი, მაგრამ იმის გამო რომ ეს სიტყვები ტელევიზიაში ვთქვი. მან ჩემ წინააღმდეგ პატიმრობა მოითხოვა. მან ჩვენი ორი ისტორია უმნიშვნელო შემთხვევებად ჩათვალა, რაც არ ამართლებდა ჩემს სიძულვილის ენას. გარდა იმისა, რომ ეს ისტორია უბრალოდ სიგიჟეა, ის ყველა მხრიდან სიგიჟეა, უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს გვახსენებს, რას ცდილობენ ისინი, რომ ხალხი ჩუმად დარჩეს. ისინი ამბების ჩახშობას ცდილობენ. არ სურთ ხალხმა გაიგოს, რამდენად შორს წავიდნენ ისინი. და როცა ვამბობ ისინი, ვგულისხმობ იმ ადამიანებს თავრობაში, რომლებიც მასობრივად უშვებენ ამ მიგრანტებს ქვეყანაში და არ იღებენ პასუხისგებლობას იმ ზიანსა და განადგურებაზე, რაც ამ ადამიანებმა არალეგალებმა მიაყენეს მათი ქვეყნის მოქალაქეებს. და ეს ასეა საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ევროპაში. ეს ყველგან ასეა. ისინი არ სურთ პასუხისგებლობის აღება. ამიტომ იმის ნაცვლად რომ თქვან ეს საშინელებაა, მოდი რაღაც გავაკეთოთ ამ ტუნისელი მიგრანტების წინააღმდეგ, ისინი ამბობენ, მოდი ამ გოგოს ხმა ჩაუკეტოთ და გამოვიყენოთ როგორც მაგალითი, რომ სხვამ აღარ გაბედოს ხმამაღლა საუბარი. მაგრამ მე უბრალოდ აღწერე რეალობა, რომელზეც ფრანგების უმეტესობას ეშინია საუბარი, ზუსტად იმიტომ, რომ მართლმსაჯულების სისტემა მათ შეუძლია გაასამართლოს იმისთვის, რომ აღწერენ იმას, რასაც საკუთარი თვალით ხედავენ და საკუთარ თავზე განიცდიან. ეს არის რეპრესიები, რომელსაც აწყდებიან ადამიანები საფრანგეთში, ვინც ხმამაღლა ამბობს სიმართლეს, მაგრამ თქვენის წყალობით მე მაქვს იმედი განაჩენამდე, რომელიც ხვალ გამოცხადდება. გუშინაც კი ჯერ კიდევ ვყოκმანობდი ჩემი ისტორიის გამოქვეყნებას. ვფიქრობდი, რომ ამას ვერავინ შეამჩნევდა, მაგრამ ახლა ის ჩვენს საზღვრებსაც გასცდა. და მედიის ზეწოლის წყალობით შესაძლოა სასამართლო სისტემა უკან დაიხიოს, სანამ მეციხეში გამიშვებენ ჩვენი თავდამსხმელების ნაცვლად. გთხოვთ გაავრცელოთ ეს შეტყობინება. ჩვენ აღარ გვეშინია, ჩვენ მარტო არ ვართ. ფრანგი ხალხი არ ნებდება და მტკიცედ დგას. რა? მადლობა.
ლამშვენიერი ახალგაზრდა გოგონაა. ესეთი მამაცი გზავნილით. მე ხმას ვიმაღლებ და თქვენი დახმარება მჭირდება. მოდით ეს სიგიჟე გავიტანოთ. რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერს დაუსჯელად გააკეთებენ, რადგან ჩუმად არიან. და სწორედ ამიტომ ვიღებ ამ ვიდეოს, რომ ეს ამბავი გავრცელდეს, რათა ყველამ გაიგოს, რა ხდება ამ სისტემებში, როგორც ცდილობენ ხალხის გაჩუმებას და სიმართლის დამალვას. ამას არ დაუშვებთ. ამას არ შევეგუებით. მისი განაჩენი მალე გამოცხადდება. მოდით ვიმედოვნოთ, რომ კარგი ამბავი იქნება. და თუ ეს კარგი ამბავი არ იქნება, ეს ყველასთვის უნდა იყოს გამაფრთხილებელი ზარი იმის შესახებ, თუ რას ცდილობს მართლმსაჯულების სისტემა, რომ საკუთარი შეცდომები დაფაროს. მადლობა ყურადღებისთვის.